წარმატებული ქალბატონი აფხაზეთიდან მარინა გელანტია ჩვენ სიუჟეტში. მარინა გელანტია ხუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. ასეთი დიდი კლინიკის, ასეთი მრავალპროფილური კლინიკის 800 ადამიანამდე მუშაობს კლინიკაში, ასეთ კლინიკაში მუშაობა დამერწმუნებით ადვილი ნამდვილად არ არის. თბილისში დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და ამის შემდეგ სოხუმის რკინიგზის ავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე გახდით სამკურნალო დარგში. ერთი პერიოდი რესპუბლიკურ ავადმყოფოშიც მომიწია მუშაობა. და ბოლო პერიოდი, ანუ ომის დაწყების დროს მე ვიყავი სამკურნალო დარგში მოადგილე მთავარი ექიმის რკინიგზის ავადმყოფოში. გადმოსვლის შემდეგ ეს იყო რაღაც შოკი ჩვენ ცხოვრებაში და ეს ემოცია მინდოდა რაღაცაში დამეხარჯა. და ეს დახარჯვა იყო ჩემი შვილების სკოლა, თუ კი რამე წრე არსებობდა, დაწყებული ფიგურული სრიალიდან ჭადრაკი, სიმღერა, ცეკვა, თუ კი რამე არსებობდა წრე, ყველგან დამყავდა ბავშვები და ამან გადამატანია თითქოს ეს ტრაგედია, ამან გადამატანია ეს ცარიელ-ტარიელი ყოფნა ამ ქვეყანაზე. 2012 წლიდან ვმუშაობ ხუდუშაურის კლინიკაში. მანამდე ვმუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელად აფხაზეთის სტრუქტურაში და ვარ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მაიორიც. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა იწყება იმითი, რომ კონფერენციის შემდეგ რეგისტრაციის ჟურნალს გადავავლებ თვალს. ეს არის სტაციონარში შემოსული პაციენტების ჩამონათვალი. ანუ დღის განმავლობაში ვინ შემოვიდა კლინიკაში, ეს ამბულატორიული პაციენტიც და სტაციონარული პაციენტი მათ შორის. ეხლა შევდივართ ამ პალატაში, ხო? ჩემი ვიზიტი პაციენტებთან არის ყოველდღიური. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს კლინიკაში მოიხსენებათ მრავალპროფილურია და მარტო 10 კლინიკური განყოფილება გვაქვს ძალიან ძლიერი რეანიმაციული განყოფილებით და იცით რომ რეანიმაციულ განყოფილებაში და ზოგადად განყოფილებებში შეზღუდულია ახლობლების ვიზიტი. ამდენად მე წარმოვიდგენ ხოლმე თავს მათ მდგომარეობაში. ყოველი წუთის ამბავი აინტერესებთ, მაგრამ ეს ხო შეუძლებელია, ექიმი ასეთ ყოველ წუთს ვერ გადასცემს პაციენტის ახლობელს პაციენტის მდგომარეობის შესახებ და ამ დროს ჭირდებათ სწორედ ამ პაციენტის ახლობლებს თანადგომა, დამშვიდება და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ყველა მომართული ვართ, ყველა მზადა ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ. კლინიკის ადმინისტრაციის დამფუძნებლის და თითოეული ჩვენი მედპერსონალის სურვილია, რომ ჩვენგან გაწერილი პაციენტი გაეწეროს კმაყოფილი. თუმცა იცით რა არის, ყველა ვერ იქნება კმაყოფილი, იმიტომ რომ უმძიმესი კონტინგენტი ხვდება ჩვენს კლინიკაში. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებებით ხვდებიან ჩვენს კლინიკაში და ბუნებრივია, რომ აქ გამოსავალიც ცუდი აქვს. ჩვენც უძლურები ვართ და თითოეული ასეთი შემთხვევა ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. რთულია მუშაობა ჩვენს დარგში, ბევრი მიზეზის გამო ახლა ამაზე შორს არ წავა. და ამ სირთულეში არის ერთი განსაკუთრებულად კიდევ რთული უბანი, რომელსაც ქვია პაციენტებთან ურთიერთობა, პაციენტების ოჯახებთან, მათ ახლობლებთან ურთიერთობა. აი ეს რთული მისია აკისრია ქალბატონ მარინას პირველ რიგში იმ ბევრ სხვა ფუნქციასთან ერთად, რომელიც ასეთი დიდი კლინიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სამსახურებრივ ვალდებულებებში შედის. კლინიკაში შემოსულ ყველა პაციენტს, ვისაც ექნება ბედნიერება ქალბატონ მარინა გელანტიასთან ურთიერთობის, კლინიკიდან მიდის უდიდესი მადლობებით მის მიმართ და მეც აგრძელებს ამ ურთიერთობას. ანუ ამის დასტური არის ხუდუშაურის კლინიკაში მოსული უამრავი წერილი, პრესის საშუალებით გამოქვეყნებული მადლობები მის სოციალურ გვერდებზე, პაციენტების მადლობების მთელი კასკადი. ამ კლინიკაში არის მრავალი პროფილი, თუ კი რამე არსებობს. არაჩვეულებრივი და უძლიერესი რეანიმაციული განყოფილება. ამიერკავკასიაში პირველი პერინატალური ცენტრი, რომელიც შედგება ნეონატოლოგიური და სამიანო გინეკოლოგიური განყოფილებისგან. შინაგანი მედიცინის განყოფილება, ფსიქიატრიული განყოფილება, ტრავმატოლოგიური, ზოგადი ქირურგიის განყოფილება სხვადასხვა პროფილებით. ეს არის უნიკალური შემთხვევა.
ძალიან ბევრია ბოლო პერიოდში აფხაზეთიდან გადმოსული პაციენტები. 10-ეულობით პაციენტია, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად აი თქვენ სანამ შემოგბრძანდებოდით, მანამდეაც იყო ერთი აფხაზი ახალგაზრდა ყმაწვილი შემოსული, რომელსაც მოვლილი აქვს მთელი რუსეთის სხვადასხვა ქალაქები, აფხაზეთის ტერიტორიაზეც მრავალი სამედიცინო დაწესებულება აქვს მოვლილი, მაგრამ სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, წამოვიდა ღუდუშაურის კლინიკაში. გასულ წელს თითქმის მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა ასეთი ტიპის პაციენტების მკურნალობისთვის. ეს რაოდენობრივი მატება ასეთი ტიპის პაციენტების ალბათ ჩვენგან გაწერილი კმაყოფილი პაციენტების დამსახურებაა. აფხაზეთის მთავრობამ გასულ წელს ღუდუშაურის ეროვნულ ცენტრთან დადო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლინიკამ აიღო თავის თავზე ვალდებულება გაუწიოს ჩვენი შუამდგომლობით კლინიკაში გადამისამართებულ ყველა პაციენტს პატრონაჟი და ძალიან აქტიური, ასე ვთქვათ, მეთვალყურეობა. და მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, კოორდინირებას უწევს ქალბატონი მარინა გელანტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ უმშვენიერეს ქალბატონს მინდა ყველაფრისათვის ძალიან დიდი მადლობა გადავხადო. მას აქვს ძალიან დიდი მისია თავის თავზე აღებული, არ იქნება ალბათ გადაჭარბებული და ამბიციური განაცხადი ჩემი მხრიდან თუ შევაფასებ მის საქმიანობას როგორც სახალხო დიპლომატიის, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს. მას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს ჩვენს პაციენტებთან, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან მოგეხსენებათ ჩვენ პატრონაჟს ვუწევთ არა მხოლოდ დევნილ მოსახლეობას და ოკუპირებული დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ენგურს გაღმა ეთნიკურად აფხაზ ბენეფიციარებსაც და ეს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. ერთად კროსვორდებს ვავსებთ და რაღაცებს ვაკეთებთ და განსხვავებებს პოულობს და პაზიტით ვნიშნავთ. პირველად ვიღებ ინტერვიუს, ძალიან მომწონს. ძალიან სიამოვნეს ამასთან სეირნობა და დროს ტარება. პარშიც, ახშიც. ერთადერთი საშუალება და ძალიან კარგი საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ რო ვერ ვახერხებ დროზე მოსვლა სამსახურიდან, აი გვიშლის ხოლმე და მიბრაზდებათ იქ ამის გამო, რომ ჩვენი შეხვედრა ყოველთვის რაღაცა გადაიდო ხოლმე. ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიხარული. დავადი ხარ. ხო, მოდი შემდგე. გენახავთ ევროპში. ჩემი ოჯახი ჩემი ნაცაყუდარია. მე მართლა მომეჩქარება ოჯახისკენ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან მიწევს სამსახურიდან გამოსვლა და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი ხელი ოჯახს არ დააკლდეს. დღესასწაულების შეხვედრა ძირითადად ჩვენი ერთად ყოფნის, ასე ვთქვათ, მომენტი, იმიტომ რომ დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგი გვიან მოდის, ზოგი ადრე, მე გვიან, ასე რომ ძირითადად უფრო დღესასწაულებზე გვიწევს ხოლმე ერთად შეხვედრა, სამუშაო დღესდღეობით, რასაც მე ვასრულებ, საკმაოდ შრომატევადია, საკმაოდ ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ფაქტიურად შაბათი კვირა არ არსებობს და ძალიან გვიან მიწევს სამსახურიდან მოსვლა სახლში, მაგრამ ნუ ვახერხებთ რაღაც გარკვეულწილად. ოჯახიც გვერდში მიდგას, მე წილად ხვდა ბედნიერება, ბატონი ვაჟა კეკელიას ოჯახში მომიწია ცხოვრება. ბატონი ვაჟა მოგეხსენებათ არა მარტო აფხაზეთში, საქართველოში ცნობილი პიროვნება იყო და ერთი სიამოვნება იყო მის ოჯახში და მის გვერდით ცხოვრება. სიყვარულით შექმნილი ოჯახი, მერე გაშთიან შვილები, ჩვენი ასე ვთქვათ, გამოცდა, ურთიერთგამოცდა დაიწყო უკვე აქეთ, როცა იზოლებით გადმოვედით თბილისში. იმიტომ რომ პრაქტიკულად ადამიანებს ოჯახს, რომელსაც ყველაფერი გაგვაჩნდა, ნოლის ამარა დავრჩეთ ყველა. ამიტომ საჭირო იყო ისევ თავიდან ყველაფრის დაწყება. და ამაში მინდა გითხრათ, რომ ალბათ მარტო მე ვერაფერს ვერ გავაკეთებდი, მარინასთან ერთად ჩვენ შევქმნით ის, რაც შევქმნით დღეს და ვართ ის, რაც ვართ დღეს. მე მაინც წარმატებად მიმაჩნია, რომ შვილები კარგები არიან, იციან თავიანთი საქმე, არიან კარგი პროფესიონალები, მუშაობენ დღეს. პროფესიით იურისტი ვარ, დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა ამჟამად პროფესიით არ მუშაობ. მუშაობ კავშირგაბმულობის სფეროში, ძალიან თბილი ოჯახი მყავს. სტუმართმოყვარე, ძალიან ხშირად ვიკრიბებით ხოლმე.
მეგობრებიც, ნათესავებიც და ვცდილობთ რომ შევქმნას ასიამოვნო გარემო და სიამოვნებს როცა მშობლებზე მეუბნებიან კარგს და არც თუ ისე იშვიათად ხდება, იგივე პროფესიიდან გამომდინარე ალბათ ხდება ეხმარება, ხო, ექიმი არის და ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებს და ის ადამიანები, ვისთანაც ეს გამოდის, შემდეგ უკვე მადლიერებას გამოხატავენ, ცდილობენ რომ ასე ვთქვათ, მადლობა გადაგვიხადონ ყველას. მახსოვს სახლი კარგად, ამაში გვეხმარება ის ფოტოებიც, მეხსიერების აღდგენაში, ვიდეო მასალაც, რომელიც არის არსებობს ოჯახში, ოჯახური ვიდეოები. დავიბადე სოხუმში, ვარ 26 წლის. ადრე შევქმნი ოჯახი, თუ შეიძლება ესე ითქვას, 19 წლისა. ყავს არაჩვეულებრივი შვილი, მეუღლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარები იყვნენ, როცა საფხაზეთიდან ჩვენ გადმოვედით, ბაღის დონეზე, ბაღი და სკოლა აქ დაამთავრეს. ჩვენ შევძელით ის, რომ ესეც არის აქ შვილი მარინასი, ის სიყვარული, აფხაზეთის სიყვარული ჩაგვენერგებინა მათში. და იმ რწმენით, რომ დღეს მათ უნდათ აფხაზეთში დაბრუნება. ეს იქნება და ჩვენი შვილები მივლენ იქ, სადაც ჩვენ ვიყავით, ცხოვრობდით, ვხარობდით. ჩვენ ვერასდროს ვერ შევეგუებით იმას. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა კარგად ვიცხოვროთ, რაც არ უნდა კარგი სამსახურები გქონდეს აქ. ჩვენი აზრი იქით არის მიმართული. და ჩვენ დავბრუნდებით. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა აფხაზეთში დაბრუნება და ჩემმა შვილებმა ნახონ იმ ბუნების სილამაზე, იმ ჩვენი კერიის, სიმოდაბადეს სილამაზე, რომელიც მართლა განუმეორებელია. ბავშვებს არც ახსოვთ თითქმის ჩვენი ეზოკარი, ჩვენი აფხაზეთი და მართლა ვინადრებდი რომ დაბრუნებულიყავით და ბავშვებს ეგრძნოთ ის სიამოვნება და ის სილამაზე, რასაც ჩვენ გამიცდებით უფროსები.